შემდეგი მონაწილე მსახიობობაზე ოცნებობს. ის ნიჭიერში მარტო არ მოსულა, თან საყვარელი თოჯინა დათუნაც სამოიყვანა. მე ვარ შორენა ჯინჭარაშვილი, ვარ ქალაქ დმანისიდან. არანაირი განათლება არ მაქვს თეატრალურ სფეროში, მაგრამ ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული მსახიობი. ნიჭიერში მოვედი, იმიტომ რომ მინდა თავი დავიმკვიდრო სცენაზე და სცენაზე თუ არა პირადი ცხოვრება მაინც მოვიწყო, იქნებ იმეს მოვეწონ. რა თქმა უნდა ვიხმურე, მაგრამ მაინც. გამარჯობა. გამარჯობა გოგონა, უფრო სწორად გოგონა ეს. რა მოგვიმზა? ეხლა გამაქვს იუმორისტული ნომერი. ანუ რაში წარმოებს? რაში მდგომარეობს იუმორისტული ნომერი? აი ხა ნახავთ რა ეგრე. თხოვთ სცენაზე თამამად? იუმორისტული ნომერი. ვიხილოთ. ამას გავერთოთ, გავხიარულდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. რა გქვიათ? შორენა. პროფესია გაქვთ? კი, ეკონომიური. ეკონომისტი ხართ პროფესიით? კი. და რა წარმოგვიდგენ დღეს? ეხლა იუმორისტული ნომრით უნდა წარსდგეთ თქვენს წინაშე. ანუ ჩემი სფეროა ესე. კი. გისმენთ. დავიწყოთ. დიახ. დღეს პირველად მივდივარ პაემანზე. იმდენად ვნერვიულობ, რომ მცირე რეპეტიციასავით უნდა გავიარო, მაგრამ თქვენ ყურადღებას ნუ მომაქცევთ. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ხო? აი, კაცო არ უყურებ. ესე იგი, მირეკავს დათუნა. გამარჯობა დათუნა. კი, გნახავ დღეს კოლმეურნეობაზე? რა? მანდ მარტო გოიმები მიდიან? ხო, მართალი ხარ. აბა სად გნახო დათუნა? აჰა, ლიფტიდან მარცხნივ თეთრი კარები. ოკეი, ეს. მარა, ვინ არის დათუნა? იცით რა? აი ეს იყოს დათუნა. კლინგ კლინგ. ვაიმე დათუნა, რამდენი სანთელი დაგინთია. ღმერთო ჩემო რა რომანტიულია, დათუნა. იცი რა დათუნა? ბავშვიდან ვოცნებობდი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე. ნუ ყველა ოცნებობს ამაზე. მე არ ვოცნებ. ნუ ბანიკოს გარდა ყველა. ვაიმე, რა ბედნიერი ვარ, ღმერთო ჩემო. დათუნა, რა საკეთებ დათუნა? უზრდელი ხარ და მიდიარა. შენ მე ვინ გონი ვარ, ბიჭო, აქ მაგიტომ კი არ მოსვევ. გამებუტე დათუნა. გიშო. გეხვეწები შემირიგდი რა დათუნა რა. ხო შემირიგდი. შემირიგდი ვაიმე დათუნა, რა საკეთებ დათუნა? დათუნა. სიგარეტს მოწევ დათუნა? დღევანდელი წარმატებით ჩაიარა. ახლა ხვალინდელი დღის რეპეტიცია დავიწყოთ. მაგალითად დაურეკოთ ისევ დათუნას. ვაიმე, მობილური ტელეფონი გამორთულია, გასულია მომსახურებების ზონა. ფუ, ყველა კაცი ერთნაირია. განსაკუთრებით ბოლო სიტყვა ყველა კაცი ერთნაირია იყო ესეც საინტერესო. მე მომეწონა. და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მართლა დათვი იყო, მან უბრალოდ სათამაშო დათვი იყო და არა მართლა დათუნა არის. ხუმრობების ძალიან მცირე რაოდენობა იყო. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მუშაობა გჭირდება იუმორის კუთხით. ამ ნომერს უკეთეს ვისაჩვენებდა თუ არა მანავს, ხო? და შესაბამისად შეფასებები და როგორც არ ვიცი რომ მე ვთვლი რომ უნდა დაუჯეროს მანას. აბა რა უნდა? შევაფასოთ. მე ვამბობ არას. მეც არას ვამბობ. კარგით, მადლობ. სამი არას. დათუნა, რაო, ბოლო. არა. შორენამ სამი არა მიიღო და ისე დატოვა დარბაზი, რომ საყვარელი დათუნა აღარც კი გახსენებია. შორენას და დათუნას მსგავსად შემდეგ მონაწილეებსაც არ გაუმართ.